2008 წლის აგვისტოს ომი, ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მმართველობის პერიოდი და ადამიანის უფლებების დარღვევების შემთხვევები. ამ თემებზე მსჯელობენ დილიდან პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე. კომისიამ კონკრეტული პირების მოსმენა დაიწყო, მკითხვებს დილიდან უპასუხა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა. იგეგმება ცესკოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის წარმომადგენლების მოსმენაც. მანანა დევაძე საკანონმდებლო ორგანოდან გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. უფრო დეტალურად მოგვიყვება თემის შესახებ, მანანა გისმენთ. ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მმართველობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ინტერესი განსაკუთრებით უკავშირდებოდა 2008 წლის ომს და ამ საკითხთან დაკავშირებით სამი საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას 2008 წლის ომთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია საგამოძიებო კომისიას იუსტიციის მინისტრის მოქმედმა მოადგილემ ბექა ძამაშვილმა მიაწოდა და დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა, როგორც ძამაშვილი აცხადებს 2008 წლის ომთან დაკავშირებით 2011 წელს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში საქართველომ დავა წააგო, რადგან ეს სარჩელი მტკიცებულებებით გამყარებული არ ყოფილა და ამ კონკრეტულ საქმეში არ ფიგურირებდა მათ შორის რუსეთის მიერ გამოყენებული ისკანდერი, რომელიც გორში ჩამოვარდა და ეს როგორც ოქროს მტკიცებულება საქმეში ჩადებული არ ყოფილა. გარდა ამისა, ძამაშვილმა ყურადღება გაამახვილა 2008 წლის ოქტომბრის სტრასბურგში ევროსაბჭოს რეზოლუციაზეც, რომელიც უკავშირდება 2008 წლის ომის სამართლებრივ შეფასებას და სადაც აღნიშნულია, რომ სრულმასშტაბიანი ომი საქართველოს მიერ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ დაიწყო და რუსეთთან ერთად საერთაშორისო სამართლის ნორმები საქართველომაც დაარღვია და ომის დანაშაული ჩაიდინა. ამ რეზოლუციას ხელს აწერს ქართული დელეგაცია, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე აცხადებს, საქართველოს წინააღმდეგ იმუშავა იმ დროინდელი თავდაცვის მინისტრის მოადგილის ბათუ ქუთელიას ინტერვიუმაც, რომელიც მან ერთ-ერთ უცხოურ მედიას მისცა და სადაც აღნიშნავს, რომ საქართველომ ცხინვალის მისამართით ჭურვები გამოიყენა. შემდეგ ეს ინტერვიუ მოხდა Human Rights Watch-ის ანგარიში და ეს როგორც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთმა გამოიყენა საერთაშორისო სასამართლოებში. ამ მოსმენის დროს ყურადღება გამახვილდა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომთან დაკავშირებით საიას მიერ შეტანილ სარჩელზე, როგორც ბექა ძამაშვილი აცხადებს, 2008 წლის ომთან დაკავშირებით რეალური მტკიცებულებების შეგროვება 2012 წლის შემდეგ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებაში ქართული ოცნება მოვიდა და ჰოლანდიელი ჟურნალისტის დახმარებით წლების შემდეგ შეძლო რუსეთის მიერ გამოყენებული ისკანდერი ნაწილების საქართველოში შემოტანა და ამ საქმეში ჩართვა როგორც მტკიცებულებამ საბოლოო ჯამში სამივე ინსტანციის სასამართლოში საუბარია სტრასბურგზე, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოზე და ჰააგაში. ყველა დავა საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა და როგორც აცხადებს ძამაშვილი, ეს დამსახურებაა ქართული ოცნების ხელისუფლების. გარდა ამისა, ძამაშვილმა ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო კომისიის წევრებს სტრასბურგის სასამართლოში 2013-12 წლებში მიმდინარე დავებზე, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იყო წარმოებული. სულ ასეთი დავა, სადაც დადგინდა საქართველოს ბრალეულობა, იყო 282 საქმესთან დაკავშირებით და სახელმწიფოს მოუწია 7 მილიონ ლარის გადახდა კომპენსაციის სახით. ამ წუთებში უკვე დასრულებულია იუსტიციის მინისტრის მოადგილის მოსმენა და ახლა უსმენენ კომისიის წევრები ცესკოს წარმომადგენელს. დარღვევების ნახევარზე მეტი შეეხება ყველაზე მძიმე მუხლებს, ეს არის მეორე და მესამე მუხლები, ანუ სიცოცხლის უფლება და წამება. სხვა ასე ვთქვათ, ხშირად დარღვეული მუხლები, ეს არის უკანონო პატიმრობა, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება სასამართლოში, შეკრება მანიფესტაციის უფლების დარღვევა, საკუთრების უფლების დარღვევა და სხვა. ასევე ერთიანი სურათისთვის შეიძლება ითქვას, რომ რაც გამოკვეთილი არის, ყველაზე ხშირად შეიძლება ითქვას დაახლოებით 100-მდე საქმე არის, როდესაც პატიმრების სხვადასხვა უფლება არის დარღვეული აი ამ მონაცემებიდან. ეს შეეხება როგორც ციხეში წამებას, მკვლელობას, არასათანადო პირობებს, არასათანადო მკურნალობას. აი ამ დარღვევებისთვის, რაც ამ პერიოდს ემთხვევა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
მოუწია გადაეხადა დაახლოებით 7 მილიონი ლარი. წამების მიმართულებით, ასე ვთქვათ, საილუსტრაციო სამაგალითო საქმე იყო, რადგან მთელი სისტემაში აფასა ოჩიგავა საქმეში და ეს იყო საქმე, სადაც ევროპულმა სასამართლომ გამოიყენა ტერმინი, რომ წამება იყო სისტემური და სისტემატური. ოჩიგავას საქმეში არის აღწერილი არა მხოლოდ უშუალოდ აი ამ მომჩივნის მიმართ წამების რა მეთოდები გამოიყენებოდა, არამედ უფრო ფართოდ პენტენციურ სისტემაში რა სისტემური მიდგომა იყო დადგენილი, დაწყებული იქიდან, რომ როდესაც პატიმარი პირველად შედიოდა პენტენციურ სისტემაში, როგორი მეთოდებით ხდებოდა, ეს იყო ეგრეთ წოდებული საკარანტინო მიღება, ხელჯოხებით ცემა, შემდეგ თვითონ საკნებში ფეხზე დასადგომი ადგილი რო არ ქონდათ პატიმრებს, მათ არ ქონდათ ძილის შესაძლებლობა მათ ეკრძალებოდათ საუბარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და თვითონ ეს ოჩიგავას შემთხვევა იყო გამორჩეული, რადგან ადამიანი შევიდა ჯამრთელი და აი ამ სისტემური წამების შედეგად ის ფაქტობრივად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გამოვიდა, მას აღარ შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება და თვითონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია ესეთი შემთხვევა, როდესაც მომჩივანი გააშიშვლეს, ცივი წყალი შეასხეს, მან ცემისგან გონება დაკარგა და როდესაც გონს მოვიდა, იყო მორგში მიცვალებულებზე მიბმული. სულ რამდენიმე დღეში აგვისტოს ომიდან საქართველოს მიმართა, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მიმართა სტრასბურგის სასამართლოს და ICJ-ის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ჰააგაში საქმის წარმოების დასაწყებად, რაც შეეხება ICC-ის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, მისმა პროკურორმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმის წინასწარი მოკვლევა. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ომიდან რამდენიმე დღეში სამი საერთაშორისო სასამართლო ჩაერთო იმისათვის, რომ გამოეკვლია რეალურად რა მოხდა აგვისტოს ომის დროს. 2 თვეც არ იყო გასული. პირველი დოკუმენტი, ესე ვთქვათ, რაც ჩდება ამ საქმის შეფასებასთან დაკავშირებით, ეს არის 2008 წლის 2 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 1633. ამ რეზოლუციამ საკუთარი შეფასება გააკეთა ომის დაწყებასთან დაკავშირებით და რეზოლუციის მე-5 პუნქტში აღნიშნული არის, რომ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო საქართველოს მიერ ცხინვალის დაბომბვის შედეგად. ეს არის მე-5 პუნქტში ჩაწერილი. აქვე საუბარი არის, რომ ორივე მხარემ, საქართველოსაც და რუსეთმაც დაარღვია საერთაშორისო სამართლის არაერთი ნორმა და მე-11 პუნქტში კიდევ უფრო მძიმე ჩანაწერია გაკეთებული. იქ საუბარი არის, რომ მათ შორის ქართული მხარე არღვევდა, იყენებდა კასეტური არახს, იყენებდა არაპროპორციულ ძალას და ჩადენილი არის ომის დანაშაულება. ქრონოლოგიურად შემდეგი განვითარება არის 2008 წლის დეკემბერი, როდესაც ევროკავშირი ქმნის ეგრეთ წოდებულ ტალიანის კომისიას, ეს იყო ევროკავშირის ეგიდით შექმნილი ფაქტების დამდგენი კომისია. კომისიას უნდა ფაქტობრივი გარემოებები შეესწავლა და საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა. ტალიანის კომისია ინფორმაციას აგროვებდა ყველა წყაროდან, მათ შორის ეყრდნობოდა ამ რეზოლუციას, ეყრდნობოდა ყველა მხარის მიერ, მათ შორის საქართველოს მხრიდან მიწოდებულ ინფორმაციას და ტალიანის კომისიის დასკვნა გამოვიდა 2009 წლის სექტემბერში, სადაც ფაქტობრივად აი ეს ორი მიმართულება, ორი საყურადღებო მიმართულება, რომელიც იყო ევროსაბჭოს რეზოლუციაში, ემთხვევა ასევე ტალიანის კომისიაც იგივე დასკვნებს აკეთებს ომის დაწყებასთან დაკავშირებით, რომელიც სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას უკავშირებს საქართველოს მხრიდან ცხინვალის დაბომბვას. 2011 წლის მონაცემებით, სანამ დანარჩენი ორი სასამართლო, სტრასბურგის სასამართლო და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ასე ვთქვათ, საკუთარ შეფასებას დადებდნენ ომთან დაკავშირებით. უკვე 3 დოკუმენტი არის საერთაშორისო დონეზე. ეს არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, ეს არის ტალიანის დასკვნა და ეს არის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ICJ, რომელშიც ომის დაწყებასთან დაკავშირებით სამივეში არის იდენტური შეფასება გაკეთებული. ორი დოკუმენტი საუბრობს, რომ ორივე მხარემ, მათ შორის საქართველოს დაარღვია საერთაშორისო სამართალი და ჩაიდინა ომის დანაშაულები და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ICJ-ში საქართველოს დავა წააგო. აი ეს არის მოცემულობა 2011 წლის ჩათვლით და შემდეგ უკვე და ამ პერიოდში ასევე საყურადღებოა ისიც, რომ საქართველოს როდესაც უწევს უკვე აქტიურ ფაზაში გადასვლა ამ სამართალწარმოების, ხდება ეს მოცემულობა და დამატებით ემატება 3300
300 საჩივარი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში არის შეტანილი ეთნიკური ოსების მიერ, ეს იყო რუსეთის ფედერაციის ორკესტრირებით, თუმცა სამწუხარო ფაქტი იყო ისიც, რომ აი ამ საჩივრებში იყო ისეთიც, რომლებიც ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიტანეს საქართველოს წინააღმდეგ, მაგალითისთვის შეიძლება ითქვას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ შეტანილი საქმე, იუსტიციის სამინისტროს ახალმა გუნდმა ჩაიბარა სამართალწარმოება ყველა მიმართულებით, ასევე ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ საერთაშორისო სასამართლოებს ჭირდება მტკიცებულებები. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმართულება, რაც უნდა ყოფილიყო პირდაპირ საქართველოს სოფლების, ქალაქების დაბომბვა რუსეთის ავიაციის მხრიდან. აი ამის დამადასტურებელი მტკიცებულებაც კი არ იყო საქმეში და ჩვენ მოგვიწია ფაქტობრივად წლების შემდეგ ნულიდან აი ამ მტკიცებულებების შექმნა და საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი არის ეს ისკანდერის დაკარგვის ნაწილიც. 12 აგვისტო არის მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის პერიოდი, როდესაც ქართულ მხარეს უკვე 10 აგვისტოდან მოყოლებული ცალმხრივად აქვს საბრძოლო მოქმედებები შეწყვეტილი, გორში აღარ იმყოფება სამხედრო ტექნიკა და ფაქტობრივად იქ არის მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა. ეს იარაღი, ეს კასეტური რაკეტა გამოირჩეოდა იმითაც, რომ განსაკუთრებული სიზუსტით, ან ფაქტობრივად ის ჩამოვარდა იქ, სადაც ისროლეს. ეს იყო ოქროს მტკიცებულება, რომელსაც უნდა დაედასტურებინა, რომ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული დამიზნებით, განზრახვით ეს კასეტური იარაღი და როდესაც ჩვენ საქმეში ჩავიხედეთ აი ამ გარემოების დადასტურება გვჭირდებოდა საერთაშორისო სასამართლოების წინაშე, აღმოჩნდა, რომ მთავარი მტკიცებულება არათუ საქმეში არ იყო, არამედ საერთოდ საქართველოში არ იყო. და ფაქტობრივად სტრასბურგის სასამართლოში საწყის ეტაპზე გაგვაჩნდა მხოლოდ ამის ამსახველი გარკვეული ვიდეო კადრები და ფოტომასალა, რომელზეც წლების განმავლობაში რუსული მხარე წარმატებით ამტკიცებდა, რომ ეს არის ფოტოშოპით გაკეთებული, რადგან თუ რეალურად ეს ჭურვი საქართველოში ჩამოვარდა, აუცილებლად მისი ნარჩენებიც უნდა ქონოდა ქართულ მხარეს და წლები დაჭირდა საქართველოს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს, რომ აი ამ ნარჩენებისთვის მიეკვლია თითქოს უკვე 2008 წლის პირველი თვეებიდან მოყოლებული გარკვეულწილად ქართული მხარეც მაშინდელი ხელისუფლება აღიარებდა, რომ კი ორივე მხარემ გარკვეული დარღვევები ჩაიდინა, არათუ გარკვეული დარღვევები ომის დანაშაული ჩაიდინა და როდესაც ჩვენ გვიწევდა ამ საქმეზე მუშაობა, ამოცანა იყო ის, რომ ერთი მხრივ დაგვედგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა, მაგრამ მეორე მხრივ როგორღაც აი ჩვენი ჯარისკაცების ღირსება აგვედგინა და აი ეს დაბრალება იმის, რომ მათ ჩაიდინეს ომის დანაშაული, როგორღაც ამისგან გადაგვერჩინა ჩვენი სახელმწიფო და საბედნიეროდ მოხერხდა ისე, რომ როგორც სტრასბურგის სასამართლოში, ისე ჰააგის სასამართლოში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ყველა დავა დასრულდა საქართველოს გამარჯვებით. აქ გინდა რომ ქართულ სამხედროებს საერთაშორისო სამართალი ომისთან არ დაურღვევიათ და ომის დანაშაულები არ ჩაუდენიათ. ახსენით, თუ რა ვითარებაში გადაიბარა ქართული ოცნების ხელისუფლებამ 2012 წლის ოქტომბრიდან ყველა ის სასამართლო დავა თუ სამართლებრივი მიმართულება, რომელიც ეხებოდა აგვისტოს ომის თემას, არ არსებობდა დამაგრებული მტკიცებულებები, ან საერთოდ მტკიცებულებები არ არსებობდა. თუ არსებობდა, გაფანტული იყო უწყებებში. ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლოში დავა იყო წაგებული და არსებობდა არაერთი დოკუმენტი, რომელიც 2012 წლამდე იყო შექმნილი და პირდაპირ ხელს ადებდა ქართულ სახელმწიფოსა და მის ჯარს, რომ არა რუსეთი, არამედ საქართველო იყო დამნაშავე. ICJ-ში, როცა დავა წააგო საქართველომ 2011 წელს, ვინ წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფოს დავა, ვის მიყავდა, ვინ იყო მომჩივანი? ქართულ მხარეს მაშინაც საერთაშორისო სასამართლოებში წარმოადგენდა იუსტიციის სამინისტრო, შეიძლება სხვადასხვა უწყება იყო ჩართული მტკიცებულებების შეგროვებაში თუ არგუმენტების შეგროვებაში, თუმცა პასუხისმგებლობა საერთო პროცესის კოორდინაციაზე ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს. მინისტრის მოადგილე, რომელიც კურატორობდა, იყო ქალბატონი თინა ბურჯალიანი, მაგრამ სხვა სახელობითად კონკრეტულად სასამართლოში ვინ წარმოადგენდა, ამ ეტაპზე გამიჭირდება, რადგან ზეპირად არ მახსოვს, თუმცა ეს საჯარო ინფორმაცია არის და გადაწყვეტილებაში, ICJ-ის გადაწყვეტილებაში არის პირდაპირ მითითებული სახელობითად, ვინ წარმოადგენდა სახელმწიფოს ამ საქმეში.
მინისტრი იმ პერიოდში არ მინდა შეცდომა შევიდე 2008 წელი იყო. თუ არ ვცდები, ან ნიკა გვარამია იყო, ანა დეიშვილი. ვინ იყო ის მინისტრის მოადგილე, რომელმაც ეს კომენტარი გააკეთა და მისცა ჟურნალისტებს ინტერვიუ თქვენ აღნიშნეთ კი 16-33 რეზოლუციაზე ლაპარაკობდით და მათ შორის ისეთ მუხლებზე, რომლებზეც ზოგჯერ არ ვამახვილებს ხოლმე ყურადღება, სადაც პირდაპირ არის საქართველოზე დაბრალებული, რომ ჩვენ ვარღვევდით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. ხომ ერთ-ერთი მუხლი ახსენეთ. რამდენად დაგხვდა წინ აი ეს ნაციონალური მოძრაობის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები საერთაშორისო სასამართლოებში. ვინ იყო მინისტრის მოადგილე, რომელმაც Human Rights Watch-ს მიაწოდა ინფორმაცია, ბატონმა სოზარმა უკვე გააჟღერა ეს და პირდაპირ სახელობითაც წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ეს იყო მინისტრის მაშინდელი მოადგილე ბათუ ქუთელია. ვინ იყო დელეგაციაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო, სახელობით გამიჭირდება, ეხლა ზუსტად ყველა გავიხსენოთ, თუმცა ესეც საჯარო ინფორმაცია, საუბარი არის ნაციონალური მოძრაობის წევრებზე, რომლებიც მაშინ წარმოადგენდნენ საქართველოს საპარლამენტო ასამბლეაზე, თუ არ ვცდები, 5 დეპუტატი იყო ასეთი და სახელობითად თვითონ ეხლა ევროსაბჭოს ვებგვერდზე ეს სახელობითად ხელმისაწვდომია. იუსტიციის მინისტრის მოადგილის შემდეგ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა უპასუხა. მან კომისიას 2003-2012 წლებში ჩატარებულ არჩევნებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და კომისიის წევრები განსაკუთრებით 2004 წლის 28 მარტის არჩევნებით დაინტერესდნენ, რომელიც ლეიბორისტულმა პარტიამ სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრა. პირველი კითხვა ეხება 2004 წლის 28 მარტის არჩევნებს. ეს არის განმეორებითი, ხომ ასეა? განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები. ამასთან დაკავშირებით თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ არსებობს სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელიც გამოქვეყნდა 2008 წლის 8 ოქტომბერს და მას ჰქვია ლეიბორისტული პარტია საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის ის საჩივარი, სადაც ლეიბორისტულმა პარტიამ უჩივლა სახელმწიფოს და დაადანაშაულა სახელმწიფო მაშინ იმაში, რომ 28 მარტის არჩევნები შედეგები ისე შეაჯამა ცესკომ 18 აპრილის სხდომაზე 2004 წლის, რომ არ იყო ჩატარებული არჩევნები ორ საკმაოდ მოზრდილ ოლქში. ეს არის ხულო და ქობულეთი. ამით 60,000 ამომრჩეველი იქნა გარიცხული, გამორიცხული თუ გარიყული საარჩევნო პროცესიდან. მიუხედავად იმისა და მათ რეალურად წაერთვათ უფლება არჩევნებში მონაწილეობის, რაც არის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უმნიშვნელოვანესი უფლება. 29 აბზაცში ამ გადაწყვეტილებისა სტრასბურგის წერია ასეთი რამ, რომ სხდომაზეო 18 აპრილის ცესკოს სხდომაზე და მაშინ 15 წევრისგან შედგებოდა ცესკოს შემოადგენლობა. ერთმა წევრმა, ეს გახლდათ ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი, განაცხადა, რომ ის იყო წინააღმდეგი, ისე შეჯამებულიყო საყოველთაო არჩევნების შედეგები, რომ ორ ოლქში არჩევნები არ იყო ჩატარებული. ამაზე ცესკოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თუ იქო ხულოსა და ქობულეთში არჩევნები ვერ ჩატარდა, ესო ჩვენი კი არა, აჭარის ხელისუფლების ბრალიაო, ციტირებას ვახდენ. და პრინციპში რომს ჩატარებულიყო იქ არჩევნებიო, ესო შედეგზე გავლენას ვერ იქონიებდაო. ლეიბორისტულმა პარტიამ ასე შეჯამებულ არჩევნებში 6.01% მიიღო,
მაშინ როდესაც როგორც თქვენვე დაადასტურეთ და ასე იყო ნამდვილად 7% იყო ბარიერი. შესაბამისად ის ამტკიცებდა რომ ხულოსა და ქობულეთში რომ ჩატარებულიყო არჩევნებიო შესაძლოა მე ეს ბარიერი გადამელახა და მოუხვედრილიყავი პარლამენტშიო. სწორედ ეს იყო მისი ასე ვთქვათ ინტერესი რის გამოც სტრასბურგში დავობდა და როგორც უკვე მოგახსენეთ მან ეს დავა მოიგო. მე მაქვს ერთადერთი კითხვა ვინ ხელმძღვანელობდა ცესკოს 2004 წლის 28 მარტს. ეხლა მე მაინტერესებს 2012 წელს რაც ხდებოდა არჩევნების დღემდე. რა შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით ფაქტობრივი ინფორმაცია მოგვაწოდოთ და კონკრეტულად მაშინდელი აუდიტის სამსახურის საქმიანობა, რომელსაც პარტიების ნაწილში ხელმძღვანელობდა ქალბატონი ნათია მოგელაძე. როგორ არის თქვენთვის ცნობილი, რამდენად აისახებოდა ცესკოს საქმიანობაზე, ვინაიდან იქ ხდებოდა დაბარება რიგითი ამომრჩევლების მასდამი უდიერი და დამამცირებელი მოპყრობა. 2008 წლის არჩევნებზე ლაპარაკობდა ქალბატონი თეა და მე ვიტყვი რამდენიმე მტკიცებულებას რაც ხდებოდა მაშინ როგორც საქართველოს სახალხო დამცველმა ჩვენ ჯერ ერთი დაკვირვებასაც წარმოებდით და მეორე გამოვითხოვეთ ვიდეო მტკიცებულებები, ვიდეოკამერების ჩანაწერები რამდენიმე ოლქიდან, რომელიც მაშინ თითქმის ყველა უბანზე ხდებოდა ჩაწერა რამდენიმე უბნიდან და მაგალითად დადასტურდა ასეთი ამბები. გორში რამდენიმე უბანზე, სადაც იყო ეწერა რომ თქვა ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო პირობითად 500 რაღაცა ხმა, ზუსტად არ მახსოვს 500 რამდენი, თორე ციფრები ზუსტად მახსოვს 500 რაღაცა იყო. ამ არჩევნების დღის განმავლობაში 8 საათიდან 8 საათამდე უბანზე შევიდა 200 რაღაცა ამორჩეველი 250 პირობითად. ანუ დაახლოებით ორჯერ მეტი ხმა მიიღო მხოლოდ ნაციონალურმა მოძრაობამ იმ კონკრეტულ უბანზე, ვიდრე შევიდა მთლიანად ამორჩეველი და ასეთი იყო ძალიან ბევრი, რა ვიცი. 2008 წელს უკვე საპარლამენტოზე მოხდა ასევე საინტერესო ამბავი, კოდორის ხეობა მოგეხსენებათ 2008 წლის ომამდე იყო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლ ქვეშ. სააკაშვილმა უბრალოდ დაინახა, რომ მაჟორიტარულ არჩევნებს აგებს მესციაში აგებდა ჩვენს კოლეგასთან, ვიქტორ ჯაფარიძესთან და კოდორის ხეობა, სადაც არჩევნები ბუნებრივია ტარდებოდა, მაგრამ არ ტარდებოდა მაჟორიტარული არჩევნები, იმიტომ რომ ეს არის გულირიფშის რაიონის ნაწილი. სწორედ აი ამ საარჩევნო მიზნით მხოლოდ ერთჯერადაც შემოერთეს მესიას და იქ განლაგებულ 3000 ჯარისკაცის ხმა წამოიღეს მესიაში. დავიწყებ პირველი კითხვით, რომელიც შეეხება 2004 წელს გამართულ ხელახალ არჩევნებს, რომელიც წარიმართა პროპორციული წესით, რადგანაც უზენაეს სასამართლოს მიერ გაუქმებული იქნა ამ ნაწილში შესაბამისი შედეგები. კიდასტურებს, იმიტომ რომ თან მაქვს ამ ნაწილში შემდგომში ცესკოს მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმი გულისხმობ 2004 წლის 18 აპრილის შემაჯამებელ ოქმს. მე გამიჭირდება გითხრათ რეალურად გაუქმების საფუძველი რა იყო, იმიტომ რომ ამ ეტაპისთვის, იმიტომ რომ შემაჯამებელი ოქმის თანახმად მითითებულია ის, რომ ნამდვილად ქობულეთისა და ხულოს ოლქებში გაუქმდა შედეგები საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევის გამო, თუმცა სხვა რაიმე დამატებითი კონკრეტიკა არ არის მითითებული, ამიტომ ამ ნაწილში გამიჭირდება რაიმეს მითითება, ნამდვილად საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას ჰქონდა 6.1% ამ არჩევნებში შედეგების. რაც შეეხება თუ ვინ წარმოადგენდა უშუალო კითხვას, შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი. დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს ჯამში 4 პირს მოусმენს 2 საათში კომისიის წევრების კითხვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის წარმომადგენლები უპასუხებენ. მანე დევაძე საუბრობდა პარლამენტიდან.